მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო, ალბათ ყველა თქვენთაგანს მოეხსენება, რომ ძველი აღქმის წინა წიგნები თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს ჩვენს რელიგიურ, კულტურულ და სოციალურ ყოფაზე. ჩვენი დღევანდელი მიზანია ვისაუბროთ თუ როგორ უყურებს ძველი აღქმა სახელმწიფოს, ერს, ადამიანის სულს, პიროვნებას, ოჯახს და ასე შემდეგ. ამ საკითხებზე სასაუბროდ ჩვენთან მოვიწვიეთ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი ბატონი გიორგი კვესალია. ბატონო გიორგი, დიდი მადლობა სტუდიაში მოძებნებისათვის. მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან მოსვლა და შევეცდები ჩვენი საუბარი შესაძლებლად საინტერესო გავხადო. სანამ უფალი ძველი ისრაელის თავის ცნებებს გამოუცხადებდა, მანამდე ძველი ებრაელი ერი ჩამოაყალიბა ჯერ აბრაამის ქანაანის ქვეყნიდან გამოხვობით და შემდეგ იაკობის მემკვიდრეების ეგვიპტიდან გამოყვანით. მოსეს 5 წიგნეული თვალნათლივ გვიხატავს ძველი ებრაელი ერის ჩამოყალიბების პროცესს. იქნება ამ საკითხზე დაგვეწყოს უბრალოდ საუბარი. ძველი აღქმა რომელ კომპონენტებზე რომელ კომპონენტებზე ამახვილებს განსაკუთრებით ყურადღებას. როდესაც ამ ერის ჩამოყალიბების შესახებ ვიწყებთ საუბარს, წინ და წინ უნდა შენიშნოთ, რომ ის ამბავი, ცნობები, რასაც ჩვენ ბიბლიურ ფურცლებზე ვკითხულობთ, აქედან ჩვენ ვაკეთებთ დასკვნას, რომ ეს იყო მიზანმიმართული, ასე ვთქვათ, მისიონერული რაღაცა ნიშნით, რატომ ხაც მაინც და მაინც აქ, მაინც და მაინც ამ გარემოში, მათ წიაღში. ასე ვთქვათ, როდესაც ეს ხალხი ყალიბდება, ამ ხალხისგან ერი ყალიბდება, ჩვენ მკვანან ერები გვაქვს სახელმწიფოები. მაგრამ აქ არ კეთდება აქცენტი. აქცენტი არ კეთდება უკვე არსებულზე, აქცენტი კეთდება იმაზე, რაც არ არსებობს და უნდა შეიქმნას. ერთი კაცისგან აყალიბებს, არა? ერთი კაცისგან აყალიბებს, და ამაშია საქმე. ამას ვაქცევთ ყურადღებას, რომ არსებულზე არ არის საუბარი, არარსებულიდან არსებული შექმნაზეა საუბარი პრაქტიკულად და რატომ კეთდება ეს? უწინარესყოლისა, როდესაც აი ამ კაცისგან, მამამთავარ აბრაამისგან წამოვა შთამომავლობა ვარსკვლავზე ურიცხვი, ქვიშასავით დაუთვლელი. აი ამ ხალხისგან შემდგომ ნაციის ჩამოყალიბება და ამ ნაციის ჩამოყალიბების შემდგომ სახელმწიფოს შექმნა თავის თავში გულისხმობს ერთადერთ მიზანდასახულობას, რომ აი აქ, აი ამ წიაღში, აი ამათ შორის უნდა მოვიდეს ის, რომელიც იქნება კაცთა მაცხოვარი. სხვათა შორის ამას ამბობს მაცხოვარი სამარიტელ დედაკაცს, ამას ეუბნება ცხოვრება იუდეველთაგან არს. არა იმიტომ რომ ეს არის დამიტასულდა, მაგრამ აი ეს მისიონერული ღვაწლი, აი ეს დავალება, ასე ვთქვათ, აი ამას გულისხმობს. ამ თაზე უნდა ვცეთ თაყვანი თუ იმ თაზე? ხო, არც ამ თაზე, არც იმ თაზე, მაგრამ ცხოვრება იუდეველთაგან. ანუ ეს ყველაფერი კეთდება, იმიტომ რომ აი აქ უნდა მოვიდეს ცხოვრება, აქ უნდა მოვიდეს სიცოცხლე, აქ უნდა მოვიდეს ხსნა. ახლა საინტერესო რა არის, როდესაც მამამთავარი აბრაამის ცხოვრებას ვეცნობით წმინდა წერილში, ჩვენ ამ ადამიანში პოულობთ იმ პიროვნულ შტრიხებს, აი პირდაპირ მინდა ვთქვა, რომლის მემკვიდრეობა პირდაპირ ევალება იმ ხალხს, რომლისაგანაც შემდგომ ისრაელის სახელმწიფო უნდა შეიქმნას. ანუ ისინი უნდა იყვნენ არა მარტო გენეტიკური შთამომავალი, არა მარტო ხორციელი შთამომავალი მამამთავარ აბრაამის, არამედ იმ ცხოვრების წესის მემკვიდრეც, რაც ცხოვრებითაც ეს მამამთავარი ცხოვრობდა. ყველგან ამას ხვდებით პრაქტიკულად. ის მცნებები, რომელსაც მოსე წინასწარმეტყველი უფლისაგან მისცემს აბრაამის შთამომავლობას, ის 10 მცნება, რომელიც ბირთვია, ძირითადია აი ამ კანონმდებლობაში, რომელი კანონმდებლობის საფუძველზეც ის სახელმწიფო შეიქმნება ძველ ისრაელს, რომელსაც უწოდებთ, ეს თავის თავში გულისხმობს ცხოვრების იმ წესს, როგორ ცხოვრობდა აბრაამი. მართალსარჯული არა უწყვიწერია ჩვენ უბრალოდ ამ კაცის ის 10 მცნება ეს რაღაც არ ჭირდება. ასევე ეს არის მისია ალბათ ებრაელი ერისა, თვითონ ერი აი რომელ კომპონენტებზე ამახვილებს უფრო ბიბლია, აი სრულყოფილად ჩამოყალიბდა ებრაელი ერი, როდესაც ჰქონდა თავისი ტერიტორია, თავისი სახელმწიფოება. კიდევ რა მაფორმირებელი ფაქტორები იყო ამ ერის ჩამოყალიბებაში? თქვენ შესაძლოა სიტყვაში აბსოლუტურად მართებულად ბრძანეთ, რომ ამ ერის გენეზისი იწყება სწორედ აი ამ ეტაპიდან, როდესაც თქვა აბრაამის უშუალო შთამომავლები, მამამთავარი იაკობი, ვთქვათ, შვილი მამამთავარ აბრაამისა 70 კაცთან ერთად ჩადის ეგვიპტეში, ანუ ქანაანიდან ეგვიპტეში, შემდგომ ეგვიპტიდან ხდება ძალიან დიდი რაოდენობის გამოყვანა და ამის შეყვანა ისე უკან ქანაანში. აი ახლა ეს რა გზა არის, როგორ ხდება ამ ხალხის ჩამოყალიბება, ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესოა. ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ეგვიპტეში ჩასული ხალხი, ეგვიპტეში ჩასული საზოგადოება, 70 თუ 75 კაციანი ჯგუფი ერთ-ერთი ცნობით წარმოადგენს იმ
პატარა მასას იმ ბირთვს, საიდანაც ეს დიდი ხალხი უნდა წამოვიდეს. მაგრამ ამ დიდი ხალხის, ამ პატარა ბირთვიდან ამ დიდი ხალხის წამოსვლას ჭირდება დრო. ეს დრო განსაზღვრულია 430 წელი კონკრეტულად მითითებული წმინდა წერილში, მაგრამ ჩვენ ეს დრო გვაინტერესებს არა ასტრონომიული თვალსაზრისით, რა პერიოდი გავიდა, არამედ ამ ხალხში რა მოხდა. ამ ხალხში გარდა იმისა, რომ პოპულაცია გამრავლება ხდება და ეს ხალხი იზრდება, ხომ, ასე ვთქვათ, რიცხობრივი თვალსაზრისით, ამ ხალხში ხდება მუდმივად მუსირება იმ აზრისა, რომ ვინ არიან ისინი და სად არიან ისინი. და რაც დრო გადის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათში ნელ-ნელა, როგორ გითხრათ, მინელდება, ნელ-ნელა იწყებს ჩაქრობას იდეა იმის შესახებ, ვინ არიან ისინი და სად არიან ისინი. მათ აბსოლუტურად აკმაყოფილებს ეგვიპტის ძალიან ნაყოფიერი, ძალიან ნოყიერი მიწა. სხვათა შორის მე წინდა დიდი საშიშროება ასიმილაციის. ძალიან დიდი საშიშროება. საერთო ისტორიული მახსოვრება გახდა მე ფაქტორი, აი ტანჯვისა გამო. კი ბატონო, ასეა, აბსოლუტურად გეთანხმებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ყურადღება უნდა მივაქციო, ის რომ ეგვიპტის მიწა ერთგვარი საცდურია აბრაამის მოდგმისათვის, არა გამოყვანილი, არამედ გამოსაყვანი მოდგმისათვის, ამას წმინდა წერილი ყურადღებას, ასე ვთქვათ, აქცევს და არ უყურებს, ასე ვთქვათ, თქვას ამბობს კიდევაც, რომ მიწა, აღთქმული მიწა, ისეთივე უხვია, ისეთივე ბარაქიანია, როგორც ეგვიპტელთა მიწა. ამას სულ სხვა წიგნში, მოსეს ხო წიგნეულის მიღმა, მაინც იტყვის ერთ-ერთი ავტორი წმინდა წერილის, ერთ-ერთი კონკრეტული წიგნისა, ნეტანა ეს ეგვიპტის მიწის ბარაქიანობა ამათვის გახდა დამაბრკოლებელი. როგორ გითხრათ, კარგად საცხოვრისი შეიძინა აქ ამ ხალხმა. საწყობთა განმავლობაში მოხდა ეროვნული იდეოლოგიის, რაღაც ეროვნული მეობის, იდენტურობის ჩაცხრომა და ასიმილაციის საჭიროება. როდესაც უკვე მოსე წინასწარმეტყველი იწყებს თავის სამოღვაწო ასპარეზზე გამოსვლას, ამ ხალხში ეს იდეა თითქმის ბოლომდეა მინავლებული. ერთეულობის დონეზეა დარჩენილი, თქვათ მოგეძიწყო მოსეს ოჯახი. თქვათ მოსეს ოჯახში ეს ახსოვდათ. წმინდა წერილში ჩვენ პირდაპირ მითითება გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იწყება ტანჯვა აბრაამის მოდგმისა ეგვიპტეში. ერთადერთი რამის გამო, გაიხსენონ ვინ არიან და სად არიან. რომ ისინი არ არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ, მათი მიწა სხვაგან არის და ისინი არ არიან ის, რადაც იქცნენ ეგვიპტის მიწაზე, მონობის ქვეყანაში. აი, როდესაც გაიხსენებენ, აი მოსე წინასწარმეტყველს გამოცხადება როა ქორებისთვის აელვებული მაყლოვანი საკეთე ცნობილი ფაქტი ცნობილი მოვლენა, აი ეს აელვებულ მაყლოვანთან გამოცხადება, მოსეს მოწოდება ჩადი და ჩემი ხალხი გამოიყვანე, არ მოხდება მანამ სანამ ისრაელი ეგვიპტეში რაღაც არ დაიწყებს, ანუ ტირილისაგან, ტანჯვისაგან არ აკვნესდება, ანუ საერთო ეროვნული მოთხოვნილება არ გახდება მონობიდან გამოსვლა. მანამდე უხსნელი არ მიდის. ეს საერთო საკურთხეველი, რომელსაც მოსე აღწერს ბაბნოში. კი ბატონო, ეს საერთო მახსოვრობა, საერთო საკურთხეველი. და ერთი მომენტი გვაქვს კიდე სათქმელი, ამასაც მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო. როდესაც მოსე ჩადის ეგვიპტეში, ნუ ახლა რაღაც მოვლენები ვითარდება, რომელიც ათისასჯელის სახით არის გადმოცემული წმინდა წერილში, გამოდის ისრაელი მონობის სახლიდან და მიდის, სად მიდის? აი, სად მიდის ისრაელი? აბრაამთან მიცემული აღთქმის მამამთავარ ისააკთან განმეორებულს და მამამთავარ იაკობთან დამტკიცებული აღთქმის მიხედვით ეს ხალხი უნდა მივიდეს მამათა მიწაზე. მაგრამ უკვე 430 წლის შემდგომ მოსეს მიერ გამოყვანილ ხალხს ერთი ასეთი, როგორ გითხრათ, კიდე პირობა არ არის ეს მართებული, უფრო ერთი ასეთი კიდე განსაზღვრება მიეცემა აღთქმული მიწისა, რომ ისინი მიდიან არა მარტო მამათა მიწაზე, არამედ მადლიან მიწაზე, საიდანაც რძედათაფლი მოედინება. ანუ ის მათ არ უნდა, როგორ გითხრათ, არ უნდა დაენანოთ ეგვიპტის ბარაქიანი მიწის დატოვება, არანაკლებ ბარაქიანი მიწა შეხვდებათ მათ. ანუ მარტო იდეა იმაზე, რომ მამათა მიწაზე მიდიან, შესაძლებელია მათში საერთო ეროვნული აღტკინება არ მოყვეს ამ იდეას, მაგრამ აი თუ ეს მიწა უკვე ბარაქიანიც არის, ხო? მაშინ მამათა მიწაც ფასდება. ეს საუბარია აი ამ მიწის ამ ახალ პირობის დადებაზე, საუბარია ამ ძველ თაობაში, რომელიც მონობის სახლიდან გამოდის. თორე ახალი თაობა, რომელიც უკვე გამოიცვლება უდაბნოში, ხო? მათთვის უკვე ასე ვთქვათ, შედარება ეგვიპტის ბარაქიან მიწასთან აღარ არის აქტუალური, იქ უკვე არის მამათა მიწა აქცეული და ისრაელი შედის მამათა მიწაზე. ეს ალბათ აქმული ქვეყანა უფრო სახელმწიფოების ჩვენ ბატონგები ჩვენ მივდივართ თანამედროვე აი ცნობილი ფორმულასთან ილია მართლის, რომ ენა მამული სარწმუნო, ენა იგულისხმება თავიდან ერთი ენა იყო. აერთიანებდათ ერთი საკურთხეველი და ერთი აღქმა, იმედი, ერთი სახელმწიფოებრიობის, ანუ მამულის მიწისა და სახელმწიფოს. კი ბატონო. აბსოლუტურად მართალზანებ და აი ამ კონტექსში მინდა ერთ დეტალს მივაქციო ყურადღება. ახლა ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია, ხმეთე ყველა ძლიერია და ის ამ ერის ჩამოყალიბებას სწორედ ისე გააკეთებს, ისე მოახერხებს, ასე ვთქვათ, როგორც მას ეს მიაჩნია საჭიროდ. და რა მიაჩნია ღმერთს საჭიროდ? ესე იგი, ამ ხალხისაგან, ეგვიპტიდან გამოსული ხალხისაგან, რომელსაც სხვადასხვა ჭრელი ხალხის მოყვება, ვიღაცა სხვაც მოყვება, ნუ ეს სხვაზე შემდგომ შეგვიძლია ვისაუბროთ სხვა კონტექსტით, ამ კონტექსტში არ გვინდა. შეუძლია ღმერთს ეს ხალხი აიყვანოს, მოკიდოს ამათ ხელი, ატაროს
და მიიყვანოს პირდაპირ აღთქმული მიწის საზღვრებთან, შეიყვანოს მიწაზე და დაასახლოს. და შემდგომ მისცეს მას 10 მცნება, არა თქვა სინასწრაფზე, არამედ თქვა, რა ვიცი, ერთ-ერთ მთაზე, კარიზიმის მთაზე, გებალის მთაზე, ან და რომელიმე სულ-ბოლო იერუსალიმის სადაც დაარსდა სიონისტებმა. საიდანღაც მისცეს ეს ცნებები. თავისთავად ხედია შეუძლია, მაგრამ გზა ამ ხალხის ისრაელის სახელმწიფოს დაარსებისა ცოტა სხვანაირია. გზა ამ ხალხის ისრაელის სახელმწიფოს დაარსებისა გახლავთ ასეთი: ამ ხალხისგან ჯერ ღმერთი ჩამოაყალიბებს ნაციას, ერს, ამ ხალხს ჯერ მისცემს კონსტიტუციას, ანუ ამ ხალხისგან ერს შექმნის. და უკვე ეს ერი ამ ერმა, ამ ნაციამ უნდა შექმნას სახელმწიფო. სხვანაირად ეს ხალხი, რომელსაც ეროვნული იდენტიფიკაცია დაკარგული აქვს, აღდგენილი არ აქვს, არ აქვს კონსტიტუცია, ანუ ეროვნული ცხოვრების წესი, ნაციონალური ცხოვრების წესი, ეს ხალხი სახელმწიფოს ვერ შექმნის. აი, როდესაც ეს ხალხი ამ კონსტიტუციას მიიღებს, მაგრამ მარტო მიიღებს არ ყოფნის, ჩვენ ვიცით, რომ ერთი თაობა მიიღებს, ხოლო მეორე იმემკვიდრებებს. აი, როდესაც გაიშინაარსებს ეს კონსტიტუცია, ეროვნული იდენტიფიკაციის მატარებელი ცხოვრების წესი, გახდება მათი ჩვეულებრივი ცხოვრების წესი, ჩვეულებრივი აზროვნების წესი, აი ეს ხალხი უკვე შექმნის სახელმწიფოს. და შემდგომ შეყავს და შემდგომ ამ ხალხისაგან ჩამოყალიბებული ნაციისაგან აყალიბებს სახელმწიფოს. ამასთან ერთად საინტერესო რა არის კიდე. ისრაელის ისტორია ვითარდება სწორედ ამ ნიშნით. თქვენ ძალიან საინტერესოდ ვწამეთ, რომ ეროვნულმა ორგანიზმმა, ისრაელის ეროვნულმა ორგანიზმმა არადეფექტური სრულყოფილი არსებობის ფორმა შეიძინა ისრაელში, როდესაც მიიღო სახელმწიფოებრიობა. როგორც არ უნდა იყოს ერი, მის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებლად ჭირდება სახელმწიფოებრივი არსებობა. აი ძალიან საინტერესოა, როგორი ტიპის სახელმწიფო სულია ეს და სული განხორციელდა სახელმწიფოში, აი როგორი ტიპის სახელმწიფო ფორმირებებზე საუბრობს ბიბლია. ბიბლიის აზრით რა არის სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი? აი ამ შემთხვევაში თქვა ისრაელის ერის. აი ამ კითხვასაც გავცემდი პასუხს, თქვა რამირეს თქვა მინდოდა და აი ამ კითხვასაც მოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. აი ეს ისტორია, რომლის შესახებაც საუბრობთ, ვითარდება სწორედ ამავე ნიშნით, თქვა, როდესაც ისრაელის სახელმწიფო ხრება პოლიტიკური როქიდან, სანამ ეს სახელმწიფო გაქრება, მანამ ამ სახელმწიფოში გაქრება ეს ნაციონალური ეროვნული თვითშეგნება. ანუ რას მინდა ყურადღება მივაქციო. როგორც კი ეს ხალხი ნაციონალურ მესს დაკარგავს, როგორც კი ეს ხალხი აი ამ მესს, აი ამ იდენტიფიკაციას თავის ღმერთთან, ისრაელიანობას დაკარგავს და ის ისრაელიანი იქნება მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, არა სულიერი აზროვნებით. ამას კარგად სულსაც თავისი ღმერთი ავიწყება. ატომზეს თავისი ღმერთი ავიწყება. სხვაგვარად ვთქვათ, ამ სახელმწიფოს, აი თქვენი მეორე კითხვიდან გამომდინარე, ხო, ამ სახელმწიფოს შექმნის ძირითადი იდეა გახლავთ, გარდა იმისა, რაც ჩვენ უკვე საუბრის თავში თქვით, რომ ხო, აი ეს უნდა იყოს, თქვათ, რომ აი ამ ხალხმა, ხო, აი ამ სახელმწიფოს არსებობის კვალობაზე უნდა შეინარჩუნოს ის ნაციონალური მე, რომელიც მიიღო არა ვთქვათ ისტორიული რაღაცა კუთხით მოიპოვა, არამედ უშუალოდ მიიღო ღმერთისაგან. უშუალოდ მისცა ღმერთმა. ჩამოაყალიბა, შექმნა ღმერთმა. ახლა ჩვენ წმინდა წერილს შესაძლოა ვკითხულობთ, აშკარად ჩანს ამდენიმე კუთხით, ამდენიმე შტრიხით ხედავთ ჩვენ ამ თხრობას, რომ ამ სახელმწიფოების შემქმნელი, შემდგომ დამშლელი არის ღმერთი. მე ვაკეთებ ამას, მე გავყავი ისრაელი, მე მოგეცი თქვენ, მე ვაკეთებ ამას. სხვაგვარად რო ვთქვათ, ისრაელის სახელმწიფოს შექმნა ეს არის მისი ნება და მისი დაშლა, ამის დაშლა, ხო, ასევე უფლის ნებაზეა დამოკიდებული. აქ საკითხის ასე მხარეს დაყენება, როდი შეიძლება ინებოს ღმერთმა ამ ქვეყნის დაშლა. აი უკვე როდი შეიძლება ინებოს ღმერთმა ამ ქვეყნის დაშლა, აი ამ კითხვაზე პასუხობს არა ღმერთი, არამედ თავად ისრაელიანი. როდესაც დაცილდება მას. ღმერთის ნება რაღაც განპირობებულია იმით, რამდენად ამდენად ინარჩუნოს მის რელიგიურ წმენას, პრინციპს იდენტიფიკაციისას. საინტერესო რა გახლავთ, იცით, როდესაც ამ მართლაც ისტორიული და საოცარი სახელმწიფოს ისტორიას მატიანეს ჩავხედავთ, ჩვენ ვერ ვნახავთ პერიოდს, ეპოქას, როდესაც ვთქვათ ისრაელის რომელიმე მეფე, მართველი, სიტყვაზე ვთქვათ, ხალატობდეს თავის ქვეყანას. ესეთი რამე არ არსებობს, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. გამორიცხულია მისი პიროვნული, ასე ვთქვათ, მოწოდებიდან, მას გონია რომ კარგს აკეთებს, მაგრამ შეხედულება, ანუ ბიბლიური დამოკიდებულება, ამას სწორედ ღალატად, ღვთის ღალატად და ამდენად ქვეყნის ღალატადაც აღიქვავს. აი მაგალითად რაზეა საუბარი? როდესაც ვთქვათ არის საუბარი მეფეზე, რომელიც თავის პოლიტიკურ კურსს იღებს ან ასურეთისაკენ, ან ბაბილონისაკენ.
და წინასწარმეტყველი მას ამხელს, ნუ ეძებ შენ მოკავშირეს, ჩრდილოეთით ნუ ეძებ მოკავშირეს, თქვა აღმოსავლეთით იქნება თუ დასავლეთ, შენი ერთადერთი მოკავშირე არის სხვა, იმაში ეძებე მოკავშირე. ის არის შენი დამცველი, არა ბაბილონი, არა ასურეთი, არა ეგვიპტე, არამედ ღმერთია, რომელმაც შექმნა და რომელმაც შენი არსებობა განაპირობა. ამ მეფეების სხვაგვარად ვთქვათ, ან სახელმწიფოს გაუქმების ძირითადი იდეა გახდა სწორედ ის, რომ ის კავშირი, რა კავშირითაც ღმერთი შეეკრა სინათლესთან, ეს კავშირი დაირღვა. კავშირი რა არის? ორმხრივი. ერთმა თუ გაწყვეტა, მეორე მხრიდანაც წყდება ის. ისრაელისათვის ყოველთვის ხსნის, ძველი ისრაელზე მაქვს საუბარი, ყოველთვის ხსნის, ყოველთვის ასე ვთქვათ, განვითარების, როგორ გითხრათ, საშუალება იყო, ვთქვათ, ან დამასკო, ან ნინევია, ან ფინიკია, ან ეგვიპტე, ან ბაბილონი. ამაზე იყო პრობლემა, ამაზე მიუთითებენ წინასწარმეტყველები. ის მესიანური წინასწარმეტყველებები, რა ჩვენ საწინასწარმეტყველო წიგნებში გვაქვს, ეს არ არის, როგორ გითხრათ, მოწყვეტილი ფრაზები, ან და შემთხვევით ნათქვამი ფრაზები, ეს ისტორიული ფრაზებია, რომელიც ისტორიულ კონტექსტში ჩდება. როდესაც წინასწარმეტყველს მიმართავენ, წინასწარმეტყველის ფუნქცია არ იყო მარტო წინასწარმეტყველება, ნამდვილად არ იყო, წინასწარმეტყველის ერთ-ერთი ფუნქცია იყო მისი სოციალური აქტივობა, ვთქვათ, ხილება, მოსეს რჯულის დაცვა, ქადაგება და ასე შემდეგ. ალბათ თვითონ სხვა ქვეყანასთან პოლიტიკურ კავშირს კი არ უშლიდნენ წინასწარმეტყველი, არამედ არ შეიძლება ღმერთის, ვთქვათ, იმედზე ყოფნა პოლიტიკური აქტიურობა ვერ ჩაანაცვლა და ვერ დაიცავდა ღმერთია დამცველი და თავის აგულისხოს თავისთავად პოლიტიკის ვარ. ჩაკეტილობას ჩვენ არ ვსაუბრობთ, ჩაკეტილობაზე არ ვსაუბრობთ, აბსოლუტურად გამორიცხულია. მე როდესაც ვთქვი, რომ ჭრელი ხალხი გამოყვა ისრაელს, ამ ვიგულისხმობ, რომ ეს ჭრელი ხალხის არა მარტო გამოყოლა, არამედ ახლო მიწაზე შეყოლას დასაშვებია. აქ ჩაკეტილობაზე არ არის საუბარი, აქ არის საუბარი, ვთქვათ, მოიმედეობაზე. რა არის ჩემი ხსნა, სადაა ჩემი ხსნა, მიწაზე თუ ზეცაში. ახლა რატომ მინდა განსაკუთრებული თქვენი შეკითხვა აბსოლუტურად იმუნიტეტი ასიმილაციის წინააღმდეგ ყველაზე უმთავრესი იმუნიტეტი ეს გახლავთ რელიგიური რწმენა და მახსოვრობა საერთოდ მართებული და რა მინდა გითხრათ, როდესაც საგეოპოლიტიკური ვექტორი არამართებულად იქნებოდა მიმართული, ამას ხაზი მინდა გაუსვა, თავის თავში გულისხმობდა არა მხოლოდ პოლიტიკურ კავშირს, რომელიმე საზღვარგარეთის ქვეყანას, ეს გამორიცხულია დავითი, ამით განთქმული იყო და სოლომონი, ამაზე ჩვენ არ ვდაუთ, მაგრამ აქ დაუთეთას აქ ვაკენებ საკითხს ასე. ეს საგარეო პოლიტიკური ვექტორი თავის თავში გულისხმობდა რელიგიურ ვექტორს. სასწორება იყო პოლიტიკა და არა ღმერთი. ერთ-ერთი მეფე პირდაპირ, როდესაც ასურეთიდან მიიღებს პირობას და ვთქვათ სირიისა და იმის აქვე ისრაელის, მაშინ გაყოფილია სამეფო, იუდეის მეფე მიიღებს ამის პირობას და სირიისა და ისრაელის სამეფოებისაგან აგრესიისაგან დაცვის პირობას მიიღებს, რასაც გააკეთებს ეს მეფე, უბრალოდ გვთავარს, რომ ჩავიდეს იერუსალიმში, ჩაიტანოს ღვთაება, ასურული ღვთაება, დადგას უფლის ეზოში, ხოლო ის საკურთხეველი, რომელიც იდგა აქ, აიღოს და გადაწიოს სადღაც სხვაგან. ანუ აქ პრობლემა ის კი არა, რომ მას საგარეო, ვთქვათ, ურთიერთობაზე არ თქვა უარი, ეგ არ არის პრობლემა. პრობლემა ის არის, რომ ამ ურთიერთობაზე რელიგიური ყველაფერი, ანუ მთლიანად მიეცა ამ ურთიერთობას. აი ცხადია ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ ყოველი ერის სოციალური და ბიოლოგიური ყოფა ეფუძნება ოჯახურ ცხოვრებას. ამიტომ აი ძველ აქმაში განსაკუთრებით მახვილდება ყურადღება ოჯახურ ყოფაზე. იქნებ ამ საკითხს გვესაუბროთ, რაში მდგომარეობს აი სპეციფიკა ბიბლიური ხედვისა ოჯახის. აბსოლუტურად მართალ ვზანებთ. ოჯახი გახლავთ ის რგოლი, ვთქვათ, ის რაღაცა უჯრედი სახელმწიფოებრივ ორგანიზმში, რომელსაც ძალიან დიდი და ვიტყოდი განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წმინდა წერილის ფურცლებზე, განსაკუთრებით იმ ეტაპზე, ისტორიული განვითარების, ისრაელის ისტორიული განვითარების იმ ეტაპზე, რომელსაც წმინდა წერილი გვესაუბრება. ნება მიბოძეთ ეს საუბარი დავიწყო ძალიან მოკლედ, მაგრამ ისევ და ისევ მამამთავარ ა ブラ ამისგან, რომელსაც უკვე ვთქვით, რომ მისი მემკვიდრეები არა მარტო ხორცელად მემკვიდრეები, არამედ ცხოვრების წესით სულიერი მემკვიდრეებიც უნდა გამხდარიყონ ის ხალხი, რომლებიც შექმნდნენ შემდგომ ისრაელის სახელმწიფოს. წმინდა წერილისათვის ოჯახი გახლავთ ის აუცილებელი წიაღი, სადაც აუცილებლად უნდა სუფევდეს სიწმინდე. ეს სიწმინდის კატეგორიული მოთხოვნაა ოჯახში. სხვანაირად ოჯახის არსებობას, ფუნქციონირებას, როგორ გითხრათ, საღვთო განგებულების რეალიზაციის თვალსაზრისით არანაირი სამისიონერო დანიშნულება აღარ აქვს. ფუნქცია ეკარგება ასეთ ოჯახს. ჩვენ მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოჯახი რაღაცაზე ეკლესიის გაგრძელებაც იყო. პატრიარქები ღვთისმსხებს წირავდნენ და ოჯახი არ ექნებოდა რაღაცა ეკლესიური საეკლესიო კრებულია, კი აბსოლუტურად მართალზანეთ. აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ აი მაგალითად ა ブラ ამის მამას 3 ძე ყავდა. ნუ კაი, ერთი მოუკვდა, 2 დარჩა.
აბრაამია გამორჩეული ვინდან აბრაამის ოჯახი რაღაც სხვანაირი ოჯახია ვთქვათ მისი ნახორი მისი ძმის ოჯახი ნახორის ოჯახი ცოტა სხვანაირი ოჯახი აი ეს არის ისეთი ოჯახი სადაც შეიძლება აქცენტი გაკეთდეს სადაც შეიძლება ავტოგანგებულება რეალიზება პოვოს ახლა აბრაამს ყავს ამდენიმე შვილი ხო ყავს ისმაელი ისააკი და 6 შვილი შეეძინება კიდე მაგრამ აი აქედან ისააკია ის ადამიანი რომელიც შექმნის იმ ოჯახს რომელიც აბრაამისას გააგრძელა ოჯახი არის ინსტრუმენტი რელიგიური წვენის შენარჩუნების შეშუპრებაში აბსოლუტურად და აი ამ კუთხით მინდა გითხრათ სწორედ რომ აი ამ რელიგიური ჭეშმარიტის შენარჩუნების ინსტრუმენტში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს არა მხოლოდ თქვათ ოჯახის თავს მამამ თავს თქვათ მამაკაც არამედ განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ ეს არის კატეგორიული მოთხოვნა წმინდა წერილიდან რომ უდიდესი არანაკლები თანატოლი მნიშვნელობა აქვს იმ დედაკაცს რომელიც მეუღლე ხდება რომელიც თანამავალი ხდება მამაკაცისა რომლის ოჯახზეც აკეთებს ღმერთი აქცენტს აი მაგალითად მე პირდაპირ შემიძლია თქვა მოგიტანოთ ასეთი მაგალითი მოგიყვანოთ ასეთი მაგალითი როდესაც თქვა აბრაამს ყავს ჯერ ორი შვილი ისმაელი ხევალი აგარისაგან და ისააკი ქალბატონისგან ანუ ცოლისაგან სარასაგან და უნდა მოხდეს სამამამთავრო კურთხევის მემკვიდრის არჩევა ღვთის მიერ ხო გასაგებია ღმერთის არჩეული მაგრამ აბრაამისათვის უნდა გაცხადდეს ეს შერჩეულია ისააკი გახდება მემკვიდრე ისმაელიც არის მაგრამ ისმაელი ხორცელი მაგრამ აღთქმის მემკვიდრე გახდება ისააკი რატო ორივეს მამა აბრაამი მაგრამ რატო ჯობია ამას ისააკი რატო ისმაელს ისააკი რატო ამ ჯობინა ღმერთმა დედა ყავს სარა და იმიტომ ანუ აქ ამ შემთხვევაში საღვთო განგებულების რეალიზების შემთხვევაში არ არის გადამწყვეტი თქვათ მამა რო აი დედა როგორი ამას აქვს ვინ გაზარდა სხვანაირად მინდა თქვა ვინ აღზარდა აგარმა თუ სარა აღზარდა მაშინ ისააკია უკეთესი ისააკის აზროვნება ცხოვრების წესია უკეთესი სხვათა შორის როდესაც სარა გარდაიცვლება აბრაამის ამ ქვეყნიდან გასვლამდე წმინდა წერილში გვაგთხრობა იმასთან დაკავშირებით რომ აბრაამის შვილი ისააკი უნდა დაქორწინდეს და ძალიან ისე როგორ გითხრათ დრამატულად არის მოთხრობილი იმის შესახებ ისააკი როგორ ქორწინდება ისააკისთვის საცოლის მონახვა ახლა ისააკის ცოლის მოყვანის პრობლემა ხო ანუ ისააკის ცოლის მოყვანა ცოლის მოყვანა კი არ არის პრობლემა ისააკმა ისეთი ცოლი უნდა მოიყვანოს რომელიც ისეთი ხალი უნდა შემოვიდეს ახლა ამ კარავში ამ ოჯახში ისეთი დედაკაცი უნდა შემოვიდეს რომელიც საღვთო კურთხევას კი არ გახარჯავს პირიქით იმშთა მომავლობას დაუდებს დასაბამს ისე აზდის შვილს ისე გაზდის შვილს რომელიც მემკვიდრე გახდება ამ მოთქმის ამ აღთქმისა ისევე როგორც მემკვიდრე გახდა ისააკი სხვაგვარად რო ვთქვათ რაღაცნაირად კარგი ცოლია ანუ უბრალოდ ხალი კი არა მოსაყვანი იდეალური რაღაცა ისეთი ხალია მოსაყვანი რომელიც ოჯახში სიწმინდე შეინარჩუნებს ამ სიწმინდე შენარჩუნება თავისთავად ცხადია ისააკზეც და აბრაამზეც არის დამოკიდებული მაგრამ გადამწყვეტი როლი ასე ვთქვათ პირდაპირ შემიძლია ვთქვათ წინა პლანზე დაყენებული გახლავთ დედაკაცი სწორედ აი მისმა სიწმინდემ მისმა ედგულებამ მისმა საოცრებამ მისმა სიდიდემ მისმა რელიგიურმა როგორ გითხრათ გამართულობამ უნდა შეუნარჩუნოს სწორედ ეს კითხავთ პატრიარქალური ოჯახი გულისხმობს პატივისცემას არა მარტო მამისა არამედ დედის აუცილებლად ცნებაშიც პატივეს მამასა შენსა და დედასა შენსა აუცილებლად ბევრი გამოჩენილი და არა გამოჩენილი პროტესტანტი ავტორი ამტკიცებს რომ ახალი აღთქმისაგან განსხვავებით ძველი აღთქმა უფრო ინტერესი ჩენს სოციუმის რელიგიური და სოციალური ცხოვრების რეგლამენტაციისაკენ ვიდრე პიროვნებაზე უფრო ამახვილებს ყურადღებას სოციუმის ცხოვრებაზე ვიდრე პიროვნებაზე აი რამდენად ეთანხმებიან ამას მართლმადიდებელი ავტორები ნუ ვიტყვით იმას რომ სოციუმი წმინდა წერილს არ აინტერესებს ძველ აღთქმას აინტერესებს უფრო სოციუმის რელიგიური და სოციალური ცხოვრების რეგლამენტაცია ვიდრე პიროვნება ეს არის აზრი პროტესტანტი ავტორების ხო გასაგებია აი მართლმადიდებელი ავტორები რადგან იზიარებენ მართლმადიდებელ მოძღვრებაში წმინდა წერილის პირდაპირ თხრობაში ჩვენ გვაქვს მოცემული პიროვნების განსაკუთრებულობა და აი მე ხშირად მithქვამს და შემიძლია ახლა გავიმეორო და ამას ხანდახან თამამითაც ვამბობ ძველი აღთქმის ისტორია საღვთო ისტორია ბატონ თემურ გახლავთ იმ პიროვნებების ბიოგრაფიათა კრებული რომლებმაც ქრისტეს მოსვლამდე პიროვნებათა ისტორია ხო აი ამ ისტორიათა კრებული ეს ძველი აღთქმა რომლებმაც ქრისტეს მოსვლამდე ადამიანის გამოხსნამდე შეძლეს ღმერთთან რაღაცა დონეზე დიალოგის გამართვა ანუ დიალოგი რას ნიშნავს არა მარტო ურთიერთმეტყველებას არამედ ურთიერთგაგებასაც ხო ანუ დიალოგის გამართვასაც ამბობ გულისხმობ შეძლეს გაგება იმისა, რასაც ღმერთი პიროვნულად ეუბნებოდა, მათ პიროვნულად მიმართავდა მათ. აი ძალიან ისეთი მაგალითი მახსენდება, ახლა თავისთავად ხდება ბევრი მაგალითის მოტანა შეგვიძლია, მაგრამ ერთად განსაკუთრებულად შეიძლება ამ კითხვის გაიცეს პასუხი. როდესაც ისრაელი 10 მიწას იკავებს,
იქ მოხდება ერთ-ერთი კალა იერიქონის დაქცევა, მე ამ იერიქონის დარისხება, რაც გულისხმობდა რომ აქედან არაფრის წახება არ შეიძლება, ყველაფერი უფალს უნდა შეწირონ, კიდობანში უნდა შევიდეს და ვიღაცა ერთი ამ იმას არ დაიწევს, მოკიდებს ხელს რაღაცა იქ. ოქროს ვერცხლს, სამოსელს, ლამასამოსელს და მოიპარავს და წაიღებს. რის გამოც შემდგომ წმინდა წერილი ასე აფასებს, სწორედ ამ ერთი ადამიანის დანაშაულის გამო მოხდება შემდგომი ომის დასრულება, ისრაელისათვის მარცხით დასრულება, რასაც მოყვება შემდგომ გამოძიება, რატო დაუმარცხეთ და ხდება მოძიება ამ დანაშაულისა. ამ დანაშაულის ასე ვთქვათ, გამოსწორების ერთადერთი პირობა თავად ღმერთი ეუბნება ის უნავესეს მოსას მემკვიდრეს გახლავთ ეს თქვენ შორის დარისხებული, ანუ ვიღაცა არის ერთი რომელიც აი ამ საზოგადოებას პიროვნულად არ უდგება. აი ანუ იმისი პიროვნული მდგომარეობა აი აქ ვერ ჩაჯდება ვერანაირად. აი ასეთები თუ იქნებიან, ასეთი პიროვნებების კრებული თუ იქნება, ხო ვერანაირად წარმართებული. ის ერთიც კი უნდა აუცილებლად მოისპოს ყველგან. აი მე უფალიც კი რაღაც ეტაპის შემდეგ აი აბრაამს ეწოდებს მეგობარი შეიძლება იყოს მარტო პიროვნება. იაკობ ხალხს პიროვნების ნიშნულობასაც თვით ებრაელ ხალხსაც კი ისრაელის ეძახის, ანუ სახელს ერთი პიროვნების სახელს ანიჭოს. ამიტომ ესეთი პროტესტანტული მიდგომა ალბათ როდესაც ყრმა იყო ეგვიპტით უწოდეთ ძესაჩემსა. ისრაელზე აქვს საუბარი, გასაგებია შემდგომ ის მაცხოვარზე გაცხადა. აი ძალიან საინტერესო ბრძანება თქვენ წმინდა მამების შემეკითხეთ და გეტყვით, აი ასეთი აღთქმა, პიროვნული აღთქმა, ხო? ძალიან დამახასიათებელია ალექსანდრიული საღვთისმოწყალო სკოლის სადაც კირილი ალექსანდრიელის ექსეგეტიკას თუ წავიკითხავთ, ხო? თელ რიგ შემთხვევებში და უმეტეს შემთხვევაში ისრაელის გზა, ისტორიული გზა ეს გაგებულია როგორც ერთი პიროვნების გზა, თქვათ, სულიერი ეგვიპტიდან სულიერ აღთქმულ მიწამდე. ყველა პიროვნების უკან აღიქავს რაღაც სულიერ რეალობას გავაუცებ. თან რაც მინდა მივაქციო ყურადღება, როდესაც თქვათ დაიწყება საჯულთა ეპოქა და მერე სამეფო ეპოქა ისრაელის ისტორიაში. წმინდა წერილი აი განსაკუთრებულად წარმოაჩენს, საუბრობს, მოითხოვს ყურადღება მივაქციოთ თქვათ მეფე საულს. შემდგომ მეფე დავითს და საუბრობს ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ არჩია ღმერთმა დავითი საულს. ანტიკე საუბარი აბრაამთან სოდომის და გომორის ბედის შესახებ. თავისუფლად. პირდაპირ ამბობს ეს პასაჟი წმინდა წერილისა, რომ იმან მნიშვნელოვანი რამდენიმე პიროვნება, რომ შეიძლება მთელი საზოგადოების ბედი განსაზღვროს. 10 მაინც ბოლოს ხდება 10 მაინც თუ დარჩება, მაშინ უფალი დაინდობს ამ. ზოგიერთი წმინდა წერილი ადამიანის სულზე საუბრისას, ძველი აღთქმის წმინდა წერილი ახსენებს რამოდენიმე განსხვავებულ ტერმინს, სიტყვას. ალბათ საინტერესო იქნება გასაუბრა როგორ უყურებს წმინდა წერილი ადამიანის სულს და რას მიანიშნებს სულის მდგომარეობაზე ადამიანის გარდაცვალების შემდეგ. ძირითადად ხდება ამაზე ძალიან განსხვავებული აზრები არსებობს, როგორც მოგეხსენებათ. ძირითადად ხდება შავეთის, ანუ შეულის მოხსენება, რომ ჩავა შავეთში. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ტერმინი, ჩვენ ხდება ასევე მამებთან წასვლა. თავის მამა პაპასთან წასვლა, რაც არის გულისხმება მამათა პაპასთან საფლავთან მისვლა, საფლავში ანუ იმის რა ქვია, სხეულის თქვა აბრაამი თავის მამა პაპასთან წასულიყო, მაგრამ არის გულისხმობა სამშობლოს სხვაგან იყო, ქალდეური ქვეყანაში იყო და სხვაგან ქანაანის მიწაზე იმარხება. ძველი აღთქმის ეკლესიისათვის, აი ამ ეპოქისათვის, ანუ მანამ სანამ მოხდება ახალი აღთქმის ეკლესიის დასაძერგლება, სანამ ადამიანი გამოხსნილია იმ სულიერი ტყვეობით და რაშიც იცოდვის დაცემის შემდგომ იმყოფება, სული აღქმულია როგორც მიმსვლელი სადღაც იმ ისტორიულ გარემოში, იმ ისტორიულ წიაღში, რომელიც ამ ქვეყნიდან გადავიდა იმ ქვეყანაზე. სადღაც მამათა სამყოფელში. რატომ აი თქვა, არა მარტო ბერძნებთან, არა მარტო ებრაელ ძველ ისრაელში, არამედ ბერძნებთანაც ყოველთვის უკავშირდება სული ან სულთქვას ან სისხლს. აი ხშირად პირდაპირაა რომ სისხლს აიგივებს თქვა სულთან ან სულთქვას. ფიზიოლოგიური დაკვირვებიდან თქვა რომ აი სისხლთან დაკავშირებით თქვა წმინდა წერილს გვეუბნება ორ ადგილას აქვს დაწერილი ჩვენ სისხლის კვებაზე და სისხლის გამოშვებაზე, ხო? აი სისხლის გამოშვება რას უკავშირდება, ხო? სისხლი არის ერთადერთი ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში, რომელიც უკანასკნელ უჯრედებამდე ამ თელს სხეულს მოიცავს და მისგან დაცლა გულისხმობს ადამიანის ფიზიოლოგიას. სიცოცხლის პრინციპია. როგორც სული არის სიცოცხლის პრინციპი, ასევე სისხლი ანუ სულ გასული ადამიანი მკვდარია და სისხლგასული ადამიანი, სისხლდაღვრილი. არა
თქვა თითის გაჭრილის შედეგად გამოშვებული, ანამე სისხლისაგან დაცლილი, გამონთავისუფლებული, აი როგორც სულ თქვა შეწყვეტავს ადამიანი და ამიტომ არსებობასაც შეწყვეტავ ამ ქვეყნის არსებობას, ასევე სისხლის დაუტოვებლად ადამიანი ფიზიოლოგიური ნიშნით შეწყვეტავს არსებობას და მოკვდება, ხო? ამიტომ უკავშირდება და ამ სისხლის დაღვრას ყოველთვის ქონდა პრინციპული მნიშვნელობა, ვინაიდან ხა როდესაც არ იყო თქვა ეს მედიცინა განვითარებული, ესე თქვა შეიძლება სისხლენა შეუჩერებელი ყოფილა შეეჩერებინა და ასე შემდეგ, ხო? ეს პრაქტიკულად ნიშნავდა ციკლს ფიზიოლოგიურ პროცესის, ფიზიოლოგიურ პროცესის შეწყობას ადამიანის საცოცხლო ნიშნებისა, მორჩენას და ანუ ციკლს გარდაცვალებას. ამიტომაც ეს იგივდებოდა ამასთან, თქვა, სუნთქვასაც ცეცხლთან, მაგრამ ეს უკავშირდებოდა კიდევ ერთხელ ადამიანის სიცოცხლის მომფრთხილების თვალსაზრისით, თქვა, რომ ეს სუნთქვა უნდა შეჭერდეს და სისხლი არ უნდა იყაროს. ეს ორი მომენტი. გიორგი, ჩვენ ძალიან ცოტა დრო დაგვჭირდა და მინდა რომ მოვასწრო და მნიშვნელოვანი კითხვა დაგისვათ. სკოლასათვის ცნობილია, რომ უმთავრესი, ასე ვთქვათ, მესიჯი ძველი აღთქმისა ეს გახლავთ მონოთეიზმი და მომავალი მესიის გამოცხადება. აი ამის გარდა რა სიახლე მოიტანა კიდე ვთქვათ ახალ აღთქმა? რა იყო ეს რადიკალური სიახლე, რომელიც განასხვავებდა ძველ აღთქმას სხვა მაშინდელი რელიგიებისგან? აი თუნდაც ანთროპოლოგიური თვალსაზრისით რა თქვა? რამე დაგეთხეთ ეს კითხვა ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ისეთი სიხმსეული კითხვაა, რომელსაც ისეთი ხმა პასუხი სჭირდება. აი ადამიანზე ახალი მოიტანა რაიმე თქვა? მოიტანა ეს არის გაშინა არსება ადამიანის სულიერი ცნობიერების, ადამიანის პიროვნების გაშინა არსება. აი რა ვიცი, მრავალი კუთხით შეგვიძლია ვთქვა, მაგრამ მოდი ვთქვათ ასეთი რაღაცა. ნეტარი ყველგლახაკნი სულით. ხო? რა არის ეს სიგლახაკის შეყვარების ეპოქა დადგა. აი თქვა ძველი ის მონოთეიზმის ეს პერიოდი თქვა მაცხოვრებთ მონოთეიზმის პერიოდია ჩვენს მონოთეისტურ რელიგიას ვეკუთვნით თავისთავად ცხადია, მაგრამ თქვა აი ის რჯული ის ძველი რაც იყო თავის თავში ბედნიერებას გულისხმობდა ახლავე და აქვე მიწაზე. აი აქ და არცაც სხვაგან. შემდგომ სხვაგან აი ამ ბედნიერებას ეს ბედნიერება მიყვება მას თქვა. აი აქ რო არის თქვა. კარგად, აი ეს კარგად ყოფნა მიყვება იქითაც. აი ახალი აღთქმის პრინციპული რეალობა ანთროპოლოგიური თვალსაზრისით არის აი აქაურ ბედნიერებაზე უარის თქმა. არა ვთქვათ, როგორ გითხრათ, შეძულებაც არ მინდა დავარქვა ამ ბედნიერების ეს გამორიცხულია ბედნიერება. ხო, არამსოფლიურობა თქვათ მას ხო არის ამბობს, არ შეუძლია სიცოცხლის მეგობრებს თქვათ ამწუხდნენ სანამ სიცოცხლე მათთან არის ხო გამორიცხულია. ანუ ყურადღებას ვაქცევთ რას მიჯაჭულობა იმაზე რომ შენთვის ბედნიერება აქ არის შემოწელი, სხვა ბედნიერების მაძიებელი გახდა ადამიანი. სხვაგან არის ეს წერტილი, რაც მას ნეტარს გახდეს. ცხა ნეტარებიდან გავადავალოთ თვალი, რომელი ნეტარება, რომელი საბედნიერო, რომელი სამხიარულო მომენტია, რომელიც ამ ქვეყანაზე გულისხმობს ადამიანის თქვა. იქ არის საუბარი გლახაკზე, სულ გლახაკზე, დევნილზე, მშიერზე, მწყურვალზე, გულით მართალზე, ყველა მისაგებელი არის იქით. აი, როდესაც მაცხოვართან მივაერთი და ეუბნება რომ მოგდევდე შენ. რატო ეუბნება ამას, რომ ხედავს რომ მაცხოვრის გარშემო რაღაც ხალხი იკრიბება, ხო და მოდი მეც ამ ხალხში დავერავერებ და მაცხოვარმა განჭრიდა. რასულითაც ელაპარაკებოდა ის, ანუ ის აკეცებდა სულ სხვა რამეს. და უთხრა რომ მელიასაც კი აქვს ადგილი თავის ხოლო ძესაკაცისას არა აქვს ადგილი სადაც თავი მიიდრიკოს. ანუ ჩემთან თუ გინდა ყოფნა, ჩემიანობა გულისხმობს არა იმ პატივს, რასაც თქვა ჩვენ გულისხმობ რის გამოსაც ჩემთან მოდიყარ, არამედ თავის მისადები ადგილის ვარ გექნება. დევნილი რო იქნები, დაჩაგრული რო იქნები. როდესაც როგი აბსოლუტურად გეთახმებით, მე მგონა ეს არამსოფლიურობა შეიძლება სხვა რელიგიებშიც არსებობდა. ძველ აღთქმაში ალბათ ესეთ განსაკუთრებულობა ეს გახლავთ ხაზგასმა ადამიანური ბუნების დაცემისა. კი, მართალ ვზანებთ. აბსოლუტურად გეთახმებით, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. რელიგიები, რომელზეც თქვა საუბრობთ, არის სხვადასხვა რელიგიები, ხო? არც ერთი რელიგიური რეალობა არ გვთავაზობთ ჩვენ იმას, რასაც გვთავაზობთ ქრისტიანობა. ანუ რა იქ აი იმ რელიგიის მქადაგებელი არის ოდენ მქადაგებელი. მომტანი რაღაცა ამბისა, რაღაცა ცნობისა, რომელიც გაკეთება შეიძლება ამასაც და სხვასაც. მასწავლებელი, მაგრამ ქრისტიანობაში არის არამხოლოდ მაუწყებელი, არამხოლოდ მქადაგებელი. თქვათ როგორც იყო იოანე ნათლისმცემელი, რომელიც ქადაგებდა წინაწინებდა, არამედ ქრისტიანობის ფუძემდებელი, ქრისტიანობის დამასაძირკვლებელი, ახალი აღთქმის ეკლესიის თავი არის ის, რომელიც რომელმაც არა მარტო იქადაგა, არამედ თვითონვე ევნო, გამოიხსნა, ის გააკეთა, თქვათ, რაც ამ რელიგიაში, ანუ ეს არის რაღაც განყენებული, რომ თქვათ, მოვიდა მაცხოვარი, თქვა ნუ ეს ნეტარებები ასე იქნება და ამით დასრულდა არა. მოკვდა კიდევაც, აღდგა კიდევაც და ამაღლდა კიდევაც. ამას კიდევ მანამდე ჭირდებოდა ხაზგასმა ადამიანური ბუნების. თავისთავად ცხადია, აუცილებლად ჭირდებოდა. ყველა რელიგია ცნობს
რაღაც ინტუიციურად ყველა სერიოზული მელიგერო ადამიანის ბუნება დაცემული, მაგრამ ესეთი აშკარა ხაზგასმა ეს არცად არ არის. აი თქვენ მართალი ბრძანეთ, როდესაც ხაზი გაუსმა ძველმა აღქვა, რომ ადამიანის ბუნება დაცემული იყო, ამით მიანიშა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს არ შეუძლია ხოლმე ეთიკას, მორალურ სწავლებას იხსნას ადამიანის საჭიროა ღმერთის შარება. აი ეს მომენტი არა აქვს ხარ რელიგიებს. თუმცა საკმაოდ მორალურად და ზნეობრივად საკმაოდ მაღალ საფეხურზე დგას მოსე, აბრაამი, მეფე დავითი და ასე შემდგომ. მაგრამ ეს არ არის ის თქო, რაც ადამიანს გამოხსენებას მიანიჭებს. არის რაღაცა სხვა რამე საჭირო, რომელიც ადამიანს არ შეუძლია, ამიტომაც ღმერთი ხდება კაცი, რომ კაცი გახადოს ღმერთი. პატრონები, დიდი მადლობა საუბრისათვის. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, მაგრამ იმედს ვიპოვებთ, რომ შემდეგ კიდე სხვადასხვა მოგეცემა საშუალება საკითხებზე ვისაუბროთ. სხვა ძველი აღქმის ზნეობაზე და ასე შემდეგ. დიდი მადლობა მოწვევისათვის, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. დიდი მადლობა თქვენ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, შევეხსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლდათ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი ბატონი გიორგი გვასალია. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.